მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა თავისუფალი ტრიბუნა. დღევანდელი ეთერი პოლიტიკურ გაერთიანება ქართულ დასს ეთმობა. მე გახლავართ თამარ ბაღათურია, ქართული დასის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ორ ძალიან სენსიტიურ საკითხზე. პირველი, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება საქართველოში სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება. და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ის, რომ ცალკეული პოლიტიკური პარტიების ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მართლმადიდებლობა გამოცხადდეს როგორც სახელმწიფო რელიგია. ამ საკითხებზე ისაუბრებენ ქართული დასის თავმჯდომარე ბატონი ჯონდი ბაღათურია, ასევე ჩვენ მოვიწვიეთ მხოლოდ სამღვდელოება, რომ საზოგადოებამ უშუალოდ მათი აზრი მოისმინოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი სტუმრები: სოფელ დიღმის წმინდა დიდი მოწამე მარინეს ეკლესიის დეკანოზი დავით ისაკაძე და ამავე ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ ჩხიკვაძე. ავჭალის ქეთევან-წამებულის ტაძრის დეკანოზი გიორგი რაზმაძე. სიონის ტაძრის მღვდელი დავით ლასურაშვილი. სოფელ ჭოპორტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელი ვახტანგ დავითაშვილი. ქალაქ თერჯოლის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი სპირიდონ ცქიფურიშვილი. ქალაქ თბილისის ჩიტაძის ქუჩის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზი დავით ქვრივიძე და ოძისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის დეკანოზი დავით ნოზაძე. ახლა კი მინდა გადავცე სიტყვა ბატონ ჯონდის. მადლობა, თამუნა, მოგესალმებით ბატონო და ქალბატონებო. მე მინდა ვთქვა, რომ ამ საკითხებზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე, როგორც პოლიტიკოსმა. მე ვრცლად ვისაუბრე პოლიტიკურ შედეგებზე, პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ამ საკითხის. და რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, მე მინდა მთლიანად შევეცადოთ და დავუთმოთ დღევანდელ ჩვენი დარბაზში მოწვეულ სტუმრებს, სასულიერო პირებს, რომლებიც ჩვენ მოვიწვიეთ იმისათვის, რომ მიეცეთ საშუალება, საზოგადოებას მიეცეთ საშუალება, რომ სასულიერო პირებისაგან მოისმინონ განმარტებები, რა არის, რა შავდება ამ გადაწყვეტილების მიღებით, რომელიც მიიღო პარლამენტმა, ასევე მინდა საზოგადოებამ მოისმინოს სწორედ ეკლესიის მესვეურთაგან, სასულიერო პირებისაგან იმის შესახებ, რამდენად მიზანშეწონილი არის დღეს საუბარი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა, რაც ავტომატურად ნიშნავს ეკლესიის სახელმწიფო ორგანიზაციად გადაქცევას. ამიტომ მე ბევრს არ შევჩერდები, პირველივე შეკითხვა მინდა გადავიდე დარბაზთან, მამა დავით ისაკაძესთან. მამა დავით, მე დარბაზში არაერთი უმრავლესობის წევრი მინდა გითხრათ, რომ ჩემი საზრით ძალიან წესიერი ადამიანები პირად საუბრებში მეკითხებოდნენ, გარდა იმისა, რასაც მე პოლიტიკურ მიზანშეწონილობასაც ხმამაღლა ვამბობდი და მე მიმაჩნია, რომ დამაჯერებლობა ამ გამოსვლებს არ აკლდა, მეკითხებოდნენ კიდევ რა შავდება ეკლესიური და წმინდა ასეთი ეროვნული თვალსაზრისით. ამიტომ მე თავს არ მივცემ უფლებას მე ვილაპარაკო ამაზე და მინდა გთხოვოთ თქვენ განმარტება მისცეთ მათ შორის პარლამენტის წევრებსაც, არა მარტო იმ წევრებს პარლამენტის, რომელმაც მხარი არ დაუჭირა და ეს არ ვიცი, ალბათ მათი მხრიდან არის პრინციპში გმირობის თვალსაზრისი, არამედ პარლამენტის იმ წევრებს, რომელმაც მხარი დაუჭირეს და დანარჩენ საზოგადოებას რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რა ეროვნული ინტერესები დათმო პარლამენტმა და რატომ ფასდება მე პრინციპში მინდა ვთქვა, რომ ასე შევაფასე საქართველოს პარლამენტში დამარცხდა საქართველო. აი ამ კენჭისყრის დროს დამარცხდა საქართველოს ინტერესი, აი ამ კენჭისყრის დროს და რატო არ ნამდვილად ესე მწვავედ დგას ეს საკითხი თუ ცოტა გადაჭარბებული ხო არ არის ჩვენი შეფასებები. მოგესალმებით. მე მინდა ჩემი წუხილი გამოვხატო პირველის ყოვლისა, როგორც არა მარტო სასულიერო პირმა, არამედ როგორც ქართველმა ადამიანმა პარლამენტის იმ და პრეზიდენტის იმ სამარცხინო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც სასაუბროდ დღეს ჩვენ შევიკრიბეთ. ეს არის უარყოფით კონტექსტში ისტორიული ფაქტი, რომელსაც შეიძლება დაერქვას დანაშაული. დარღვეულია კონსტიტუცია, შეურაცხყოფილია მართლმადიდებელი ეკლესია და ამასთან ერთად საქართველოს როგორც ქვეყანას სახელმწიფოებრივად უკვე ემუქრება დიდი ხიფათი. მე შევეცდები ძალზედ მოკლედ განმარტო ის, რაც
თავში აღნიშნე, რომ არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რომელსაც კონკორდატი ეწოდება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს, როდესაც ის იღებს რაიმე გადაწყვეტილებას რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოპოვებული შეთანხმება მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რაც არ მოხდა. ამასთან ერთად უკვე დაწყებულია პროცესი, როდესაც სხვადასხვა რელიგიური დენომინაციები, რომელთა შესახებაც იყო აღნიშნული ამ განცხადებაში, ითხოვენ უკვე ტაძრების გადაცემას, თავისუფლად ტაძრების აშენებას, მეჩეთების აშენებას და თან აი ასეთი კონტექსტით, რომ ჩვენ კომუნისტების დროს ეს დავკარგეთ. ითხოვენ სივრცეებს, მიწებს, ნაგებობებს. ამოდავით, მინდა ჩაგიგეხოთ, ამ სტატუსის მინიჭებით უფრო გართულდება დაცვა ჩვენი სიწმინდეების და თუკი აქამდე ჩვენ როდესაც ჩენდებოდა მეჩეთი ან თქვათ კათოლიკური ეკლესია ვთხოვდით რომ წარმოედგინათ ნებართვა, ამის შემდეგ ისინი როგორც იურიდიულად უკვე თავისუფალი პირები ამ თვალსაზრისით არც არავის არ შეეკითხებიან, ისე ააშენებენ თავიანთ ნაგებობებს და ამასთან ერთად მე მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის ძალზედ პატარა ქვეყანა, სადაც არაერთი ეთნოსი ცხოვრობს, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძალზედ კარგი ურთიერთობა, მაგრამ როდესაც უკვე რელიგიასთან იწყება შეხება, იქ თავშივე უკვე ჩადებულია კონფრონტაცია, რადგანაც ჩვენ ყველას ვინც აქ შეკრებილები ვართ და არა მარტო ჩვენ, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიან ადამიანს მიგვაჩნია, რომ ჩვენი სარწმუნოება არის მართალი და როდესაც შემოდის რაიმე უცხო სწავლება ქვეყანაში, ეს ბუნებრივად იწვევს უკვე თავისებურ დაპირისპირებას და აქედან გამომდინარე სწორედ ხელფეხი ეხსნებათ ყველას, ვინც წარმოადგენენ არა მართლმადიდებლურ კონფესიებს, რომ თავიანთი სარწმუნოება უფრო ფართოდ მოახვიონ თავს და განახორციელონ პროზელიტიზმი საქართველოში. და ამასთან ერთად ლაპარაკია სივრცეების დაკარგვაზე, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ესეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც არის საქართველო. აქედან გამომდინარე, ეს იყო უდიდესი ისტორიული დანაშაული და მე ვფიქრობ, რომ მთელმა საზოგადოებამ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, არა მარტო სამღვდელოებამ, არამედ ნებისმიერმა რიგითმა ქართველმა მოქალაქემ მართლმადიდებელმა ამ ისტორიულ დანაშაულთან დაკავშირებით. ხოთ მე ზარი შემოუშვათ, მიცეთ საშუალება რომ დასვას საზოგადოებამ შეკითხვები. გისმენთ? მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი პატივისცემით. მე ვეთანხმები, ნამდვილად დავიღუპებით, ყველა თუ არ გავერთიანდებით ეხლა და მთელი საქართველოს ფეხზე არ დადგება და არ დაუდგებით პატრიარქს გვერდით. იქნებ რამე რომელიმე დღე აი ნებისმიერ დროს ჩვენ გვინდა დაუდგეთ პატრიარქს გვერდით. ან ეკლესიებში მოგვიწოდონ, ან თქვენ ბატონო ჯონდი გითხრათ რომ გამოვიდეთ. ჩვენი საზოგადოება ამას თავისით ვერ მოახერხებს და ყველა გაგიჟებულია ამ საკითხით და ამ თემით ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის, მაგრამ იქნებ მოგვიწოდოთ კონკრეტული დღე ვთქვათ რომ გამოვიდეთ. მთელი საქართველო დადგება ფეხზე და მთელი საქართველო დაუდგება პატრიარქს გვერდით. დიდი მადლობა, მხარდაჭერის ზარი იყო და მე ვფიქრობ, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ალბათ ერს მოუწევს. ჩემი პირადი აზრია, მე ახლა შევეცდები, რომ ზედმეტი ინიციატივები არ ავიღოთ თავზე, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სიფრთხილე ამ დროს ძალიან კარგი იქნება. მეორეს მე მინდა გითხრათ, სანამ მამა დავით ქლივიძეს ქალაქ თბილისის ჩიტაძის ქუჩის წმინდა ნინოს სახელობის დეკანოს გადავცემდა სიტყვას, მინდა გითხრათ ერთი რამ კიდე, თქვენს მამებო და საზოგადოებასაც შევატყობიო, რომ მოდის საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ესე იგი საქართველოში ამ გადაწყვეტილებით, რომელიც ერთგვარი სიგნალი იყო სისუსტის, ქართული ლობის სისუსტის სიგნალი იყო, ერთგვარი ენერგია მიიღეს ანტისახელმწიფოებრივად, ასე იგი განწყობილმა ძალებმა, მოდი პირდაპირ თქვა, ახალი
წახალისდნენ, ესე იგი, ამ გადაწყვეტილება წახალისა სეპარატიზმისკენ, რატომღაც ესე იგი რაღაცა ძალებმა ჩათვალეს, რომ საქართველოს სუსტია და ეხლა არის დრო მათი გააქტიურების და ესეთი ინფორმაცია მე მიბიძგებს იმისკენ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ, მაგრამ ეხლა მგლიშიში ჩვენ ფარას ვერ გავწყვიტავ და რა თქმა უნდა მე არ მიმაჩნია, რომ ერი ეხლა ეს ყველა გადაწყვეტილება ესე უნდა გაატაროს და გადაყლაპოს, თუმცა ჩემი სიფრთხილეა მე გამარტელით არის გამოწვეული და გთხოვთ მამა დავით. ისევ ზარია და მაგრამ სანამ გადავიდეთ. ზარი შემოუშვა და პირდაპირ მამა დავით თქვენ გაეცით პასუხი. თითქოს მოვითხოვ, მაგრამ სანამ ყველას კარებზე არ მოვა ეს უბედურება და გაჭირვება, მანამდე ქართულმა ხალხმა ხმა არ უნდა მოვიყო. ჯონი რომ იძახის, რომ ჩემ თავზე ვერ ავიღებ, მა ვინ უნდა აიღოს თავზე, რომ შევიდნენ პარლამენტში. მე კი არ გავურბივა ქალბატონო, პასუხისგე მე ისეთი რამეები ამიღია თავზე, რომ ჩემი პირადი ცხოვრებით გამირისკავს და კი არ გავურბივა პასუხისგებლობას. მე ჯერთი მადლობას გიხდით. თქვენ როცა ასეთ პასუხისგებლობას მაკისტრებთ, რაღაც ეთყო ნდობა გაქვთ ჩემი, მაგრამ კარგით, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ, მამა დავით გისმენთ. მოგესალმებით. დეკანოზი დავითი ქლივიძე, ჩიტადის წმინდა ენოს ეკლესიის ღვთისმსახური. მამა დავითმა ბრძანა, რომ უნდა შეკითხოდნენ ეკლესიას კონკორდატის საფუძველზე და ეკლესიის აზრი უნდა გაეთვალისწინებინათ. მე მოვიყვან შვეიცარიის მაგალითს. შვეიცარიაში არც კონკორდატია, არანაირი შეთანხმება სახელმწიფოსა და იქაურ ადგილობრივ ეკლესიას შორის არ არსებობს, მაგრამ როდესაც შვეიცარიაში გადაწყვიტეს ორი მეჩეთის აშენება და შეგახსენებთ, რომ შვეიცარიაში დაახლოებით 400,000 მუსულმანს აქვს აგარაკები. ესენი არიან ძირითადად უმდიდრესი მილიონერი შეიხები, საუდის არაბეთიდან, კატარიდან, კუვეიტიდან, არაბული სამყაროდან აგარაკები აქვს შვეიცარიაში, იშვენებენ და თავისი ფული დაახლოებით 15 მილიარდი და ცოტა მეტი შეაქვთ ყოველწლიურად შვეიცარიის ბანკებში. აი 400,000 კაცს შვეიცარიაში აქვს 4 მეჩეთი. ანუ 100,000 კაცზე მოდის ერთი მეჩეთი და ამ ხალხმა მოითხოვა შვეიცარიის მთავრობას თქვა, რომ ნება მოგვეცით ორი მეჩეთი კიდე ავაშეროთ. შვეიცარიის მთავრობამ გამოაცხადა რეფერენდუმი ხალხის მეანდო ამის და ხალხმა თქვა უარი. და წარმოვიდგინეთ შვეიცარიაში დემოკრატიის აკვანში ეს ვერ გააკეთეს. გერმანიის მაგალითს მოვიღო. კელნში თურქებმა 5%-ია თურქეთი გერმანიის მოსახლეობის, თურქი მოსახლეობა, 5 მილიონი თურქია, ცოტა მეტი გერმანიაში. გადაწყვიტეს მეჩეთის შენებლობა. ხალხმა გამოთქვა პროტესტი და მეჩეთის შენებლობა გააჩერეს გერმანიაში. ანგელა მერკელი გამოვიდა სულ რამოდენიმე ხნის წინ, დაახლოებით 2-3 თვის წინ, 4 თვის წინ დაახლოებით და პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ მულტიკულტურის აშენება გვიდოდა გერმანიაში და ეს ვერ მოხერხდაო. და ჩვენ გვინდა გავაგებინოთ ყველასო, რომ გერმანია არის ქრისტიანული ტრადიციების ქვეყანა და პატივიცეთ ჩვენ ტრადიციებს. საფრანგეთში რაქნეს, იცით რომ მუსულმანებს როგორ სთხოვეს თავისი გარეგნული იერი მოეწესრიგებინა და საფრანგეთის კანონის შესაბამისად იარეთ, ანუ ჩადრების გარეშე იარეთ. იგივე ხდება ინგლისშიც. ანგლიკანურ ეკლესიას ვერავინ ვერ გაუბედავს კონკურენციის გაწევას, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში უამრავი მიმდინარეობები და არავინ არავის არ ჩაგრავს. არ ჩვენთან არ ჩაგრავდნენ არავინ არავის. საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე არათუ ეხლა ისტორიულად არ ყოფილა კამათი არასოდეს. იმიტომ რომ ყველამ თავისი ადგილი იცოდა. დავით, მაპატიეთ მობილურით რეკავენ, გაგაწყვეტინებთ და მე ისევ განაგზებთ დიდი ბოდიში, გთხოვთ. ვიფასებო ჩემო კარგო ადამიანებო, მე მოვახსენებ სრულიად საქართველოს. მთელი სრულიად საქართველოს უნდა დადგეს ფეხზე და მოუწოდებს სრულიად საქართველოს. უკვე გადაგვიარეს თავზე და ვეღარ უნდა მივხდნენ დიდ და პატარა, დავიღუპეთ. იღუპება ჩვენი შვილები, შვილიშვილები და მომავალი თაობა. და დათქვით 1 და 2 დღე ან რაღაცა დაგეგმეთ, რომ სრულიად საქართველოს დადგეს ფეხზე. უკვე ამოვიდა ყელში. ხო ხედავთ, გადაგვიარეს თავზე და გვეღუპება შვილები, შვილიშვილები და სრულიად საქართველოს იღუპება. დიდი მადლობა ქალბატონო ესეთ ზარისთვის. მე გავაგრძელებ ჩემს საუბარს. თურქეთში შეგახსენებთ, ნიუ-იორკში ძალიან დიდი ნებათაღელვა გამოიწვია ასევე ერთ-ერთი საკულტო ნაგებობის მშენებას და ამერიკა რომ ნამდვილად დემოკრატიის სამშობლო არის და თავისუფალი დიახ. მეჩეთის თუ არ ვწდებით, დიახ, თუ არ ვწდებით, დიდი ნებათაღელვა გამოიწვია ახლა. მე თუ მკითხავთ, რამდენად სწორია, მე მაშინ სადაუახა ჩაცმულობა აუგზავნო, რაც საფრანგეთში მოხდა, მაგრამ ასეთ პრეცედენტებსაც აქვს ადგილი. გასაგებია ჩვენ ამაზე ხო არ ვფიქრობთ.
ეს ხო აზრად არ მოსვლი არც ერთ ქართველს, რომ ჩვენსაც გვედა ჩვენ ხო არასოდეს არ გვითვია ქართველებს რატო დადიან თავშელ მოფარებული ბაზარში თურქისა, აზერბაიჯანელი ქალები, წვანის რო ყიდიან. ხო, ანუ ამაზე მაქვს საუბარი, რომ ჩვენ ეს აზრათაც არ მოგვცვლი, არც მოგვივა. გავაგრძელებ ჩემს საუბარს. თურქეთი ჩვენი მეზობელი პარტნიორი, უვიზო მიმოსვლობა. თურქეთი მეუბნება, რომ ჩემი ძმა არის ქართულ ეკლესიაში წირველ ლოცვას მიგზალავენ. ჟანდარმი რომ მოვიდეს და დამინახოს მე რომ ლოცულობ, დამიჭერენ. ამის იურიდიული უფლება აქვს და შეუძლია წამიყვანონ საპატიმროში. საზღვარზე რო გადავდივარ, თურქები მეუბნებიან განიმოსევ. მეუბნები რომ მე სხვა ტანსაცმელი არ მაქვს, ეს ჩემი ტანსაცმელია. პრობლემები გექნება, არ შეგიშვით მეუბნები. ამას მეუბნება ქვეყანა, რომელიც არის ევროკავშირში შესვლა უნდა, შენგენის შესვლა უნდა, ნატოს წევრია და პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე. ხო და ჩვენ გარშემო ყველა ესეა, კახი ბელაქანში, აზერბაიჯანში. ნახეთი ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი დაიხურა და მღვდელს არ უშვებდნენ და ესე იგი ესეთი ბრძანება გამოვიდა აზერბაიჯანის მხრიდან, რომ აქ რომ მღვდელმა წირვა ჩაატაროს, აზერბაიჯანის მოქალაქე უნდა იყოს. ეხლა რომელ მღვდელს ნახავ აზერბაიჯანის მოქალაქეს. და დიდი ხვეწნით, ვედრებით დაუშვეს და დაგვამადლეს, რომ თურმე მღვდელმა წირვა უნდა ჩაატაროს ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში. ქართული კულტურის ცენტრი დაწვეს კახში. და მაგალითისთვის გეტყვით, საქართველოში სანამ კონკორდატი მოქმედებდა, მეჩეთების აშენების უფლება არ ქონდათ, მაინც აშენებდნენ 40-მდე მეჩეთი და მედრესე აშენებული უკანონოდ სრულიად. და როდესაც ჩვენ საბუთს თხოვდით, ისინი თავის მართლების რეჟიმში იყვნენ. და ეხლა მათ უკვე ეს ხელფეხი გახსნილი აქვთ, ბოლნიში და მარნეულში კი არა, რიყეზე თუ გადაიხადეს ფული, უდიდეს მეჩეთს დადგავთ. ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყვის. კიდევ ერთხელ ბოდი გიხდი და ტელემაყურებელსაც მე უბრალოდ მეუბნებიან, რომ მობილური არის შემოსული, შემოუშვა და მე ისე ვთხოვთ განაგზოთ. ისმენთ დიახ მაგ დოქტორ შემოუშვით ზარი და რა მაინტერესებს ისიც აი ამდენ სომხები რო გვედავებიან რომ ვისომ საქართველოში კერძოდ თბილისში ათობით სომხური ეკლესია მაგრამ გვედავებიან რომ ვისომ დამწერლობა სომხებმა მოხდეს ჩვენ კარგი სმეთის სომხებს ხო არაფერი არ გავუკეთეთ იქ მაგათმა რამდენჯერ ჩვენ წინამდე გიომეს 1918-ში აფხაზეთშიც ბაგრამიანის სახელობის და რა უნდა რა გადაგვეკიდენ და თან საერთოდ დაეხვამ გარიგინას ჩამოსვლას ეს გააქტიურება სომხური ლობის ანტიქართული გააქტიურება რა დაუშავეთ რა გადაგვეკიდენ თბილისის სამათაუშენებია და ჩვენი არაფერი არ არის კაცო ცირა დიდი მადლობა ესეც არის ახლა მე სხვა მაგალითების დიახ იყო ესეთი რომ ჩვენ წინააღმდეგ რომელიმე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი იბრძოდა მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ აფხაზეთში მე ჩემ გვერდით თბილისელი სომხები იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიის დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ანუ ასეთ შემთხვევები ბევრი ამითი ჩვენ ესე იგი ვერ დავადგენთ რომ რომელიმე სახელმწიფო ჩვენი აუცილებლად ამტერიან მოყარია თუმცა დღევანდელი მდგომარეობა მე ასე იგი მაფიქრებებს იმას რომ ქვეყანას პატრონი არ აყავს და არის აჯიგრან მიგდებული და ის ვისაც არ ეზარება და ვისაც ვინაც ჩათვალო რატომღა საქართველოს სუსტია რა თქმა უნდა ყველა ცდილობს ახლა რაღაცა თავისკენ წაიღოს. ჩვენ ისე მაყურებელი ვყავთ და შემოუშვათ ისე ზარი და მამადა თქვენ განაგზოთ ისე. გაითიშა და ამასა მე მინდა ასევე კიდევ ერთი სანამ ზარი შემოვიდეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით პროვოკაციული საკითხზე მინდა ასევე თქვენი მოსაზრება მოისმინოს საზოგადოებამ გაჩნდა სამწუხაროდ აი ამ გადაწყვეტილებამ რომელიც პარლამენტმა მიიღო და აბსოლუტურად სრულად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ შექმნა ვრცელი არეალი ესე იგი სპეკულაციებისთვის და სამწუხაროდ ბევრმა ჩვენა კოლეგამ ვერ გაუძლო ესე იგი იმ სტუნებას რასაც ქვია რელიგიურ ნიადაგზე რაღაცა რადიკალური პოპულიზმი და მე სანამ მე შევაფასებდე და სანამ ვიტყოდი მე კონკრეტულად რა რომელ ნაწილს გულისხმობს სპეკულაციად მინდა ვიტყო გაჩნდა ასეთი ინიციატივაც ამ ცხელგულზე ერთი შეხედვით თითქოს ძალიან პატრიოტული რომ მართლმადიდებლობა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად ეს უფრო ძლიერი სტატუსი იქნება საქართველოს ეკლესიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თუ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება იმიტომ რომ მე იმ დღესვე მოვისმინე გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება ოფიციალური განცხადება სადაც ესე იგი
მკვეთრად იყო დაგმობილი ინიციატივას და ინიციატივის ავტორების, ესე იგი, ინიციატივა იყო შეფასებული როგორც რადიკალურად უარყოფითი განცხადება. ყურებელი ყავს და შეიძლება შემოუშვათ ზარი და მე ისე გავაგზავნო. ბატონო, დასვით შეკითხვა და მაშინ ალო. დიახ. გამარჯობა ბატონო ჯონდი. გამარჯობა. გამარჯობა თქვენ მოწვეულ სტუმრებს. დიდება უფალს. მე დაბადებიდან კი არა ჩვენი მოდგმა საერთოდ არის მართლმადიდებლური და მართლმადიდებლები ვართ ჩვენ. ღმერთო დიდებულო რა ხდება საქართველოში? ბოლო-ბოლო რა უნდა ამ ჩვენ სატანა პრეზიდენტს რაშია საქმე ბატონებო? ხმა მოვიღოთ, გამოვიდეთ ბატონო ჯონდი, გამოვიდეთ და დაუდგეთ ერთმანეთს ხარში. აღარ შეიძლება ამდენი მოთმენა ხალხო გასხდა გული უკვე ვეტერანი კაცი ვარ, ვეტერანებს გადაგვიარეს. ჩარეცხილებს უწოდებს ამ ინტელიგენციას. ვეტერანებიო რაღაც უბედურებას ჩადიან და ისინი არიანო მეხსამე მომბრძანდით ერთი ჩემთან სახლში გაწომ შიერი ვტებით ჯერ ერთი ჯანდაბას მოგდემ შიერი ჯობია იქ მომტარიყავი ჯობდა იმ ომში ვიდრე ასე ცხოვრობს და ახლა კიდევ რაღაცაში გვედოებიან და გვართვენ ამ მართლმადიდებლობას ხალხო ავდგეთ ფეხზე გამოვიდეთ გარეთ ქუჩაში ნუვზივართ სახლში ტელეფონებზე საუბრით საქმე არ გამოვა ასე არ გამოვა არაფერი ეს სატანები ესენი მოაშოროთ აქედან ესენი რაც დიდი მადლობა ზარის. მამა დავით, როგორ შეაფასებთ და რატო აფასებს საპატრიარქო უარყოფითად ამ ინიციატივას თქვენ როგორ შეაფასებთ? გჭირდება თუ არა დღეს ჩვენ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და ეს უფრო გააძლიერებს ეკლესიის სტატუსს თუ უფრო დააკრინებს პირიქით? დღეს კი არა, არასდროს არ გჭირდება. მაგრამ ეს უნდა იყოს განმარტებული ახსნილი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ მართლაც შეიძლება ზოგმა გაიგოს, რომ თითქოს ადამიანები, რომლებიც უარყოფითად აფასებენ ასეთ გადაწყვეტილებას, რომ გამოცხადეს მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად, გაიგონ ისე, რომ თითქოს ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლურ წამს და ასე შემდეგ. როგორც კი, ასე ვთქვათ, ეს მოხდება და გამოცხადდება მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად, მაშინვე სახელმწიფო ჩაერევა ეკლესიის შიდა საქმეებში. რაც არის მიზანი ამ ხელისუფლების და დიდი ხანია ეს არის ძალიან აშკარა მცდელობა ქონდა ეკლესიის დაკონტროლების. რა საჭიროა ეს, როდესაც არსებობს ასეთი აღმატებული კონსტიტუციური შეთანხმება, რომელსაც კონკორდატი ქვია, როდესაც ორი თანაბარ უფლებიანი სუბიექტი არსებობს ერთმანეთთან კავშირში. რა საჭიროა? ეხლა აქ არ არის იმის დრო უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც იქნება დამანგრეველი ჩვენი ეკლესიისთვის, რომ მივცეთ სახელმწიფოს ხელისუფლებას ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევისა. დიდი მადლობა, მე ნამდვილად სანამ ზარ შემოუშვედეთ, მე მინდა დიდი მადლობა მამაო, მე ესე იგი მე მინდა ვთქვა, რომ ხშირად ის რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში ცდილობს კონტროლი დააწესოს ისეთ ძლიერ ინსტიტუტზე, როგორც არის ეკლესია, ისე გავლენიან ინსტიტუტზე, თავისთავად ცხადია და ეს ძალიან აშკარა მცდელობები ამისი იყო. ძალიან ხშირად არის რომ ხელისუფლება სამწუხაროდ იყენებს ჩვენი კოლეგების ნაწილს, რომ გაახმოვანებინოს თავისი ინტერესები და თავისი მოსაზრებები. თუმცა ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ინიციატივა, რომელიც ცალკეული პირებისგან, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან მოდიოდა, იყო უცოდინარობით განპირობებული და არა რაღაცა შეგნებული მიზანმიმართული მავნებლობით და მე ვფიქრობ თქვენი გამარტების შემდგომ და მას შემდგომ რაც საპატრიარქომ ოფიციალური პოზიცია გამოაცხადა, რომ არაერთ გზის განუცხადები, ანუ ამით მიუთითა იმასაც, რომ ესე იგი თლათშეცდომაში შეიძლება აღარ ჩაგეთვალოთ თუ კიდე ამას გაემეორებთ, იმიტომ რომ როცა ერთხელ გაგიმეორებენ ორჯერ, სამჯერ და შენ მაინც იგივეს იმეორებ, შეიძლება ვინმე იეჭვოს, რომ უბრალოდ შენ ერთ ყურში უშვე და მეორე ყურში ატარებ და ის თქვა ცალსახად, რომ დღევანდელი სტატუსი არის უფრო აღმატებული სტატუსი, იმიტომ რომ დღეს არის კონკორდატი ორ ხელისუფლებას შორის, ერთი არის სასულიერო ხელისუფლება, მეორე არის საერო ხელისუფლება და ორმა თანაბარმა თანასწორუფლებიანმა სუბიექტმა ერთმანეთთან დადო ხელშეკრულება და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რა თქმა უნდა ნიშნავს სახელმწიფოს გავლენის ქვეშ ავტომატურად ასე იგი მოქცევას ეკლესიის და მე მის კონტროლის პალატის, შემოსავლების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს და ასევე სხვა ასე იგი მაკონტროლებელი სამსახურების მეშვეობით. გთხოვთ ზარი შემოუშვათ და მოგესალმებით, გესმით ჩემი ხმა? გისმენთ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ 17 რიცხვში 3 საათზე რუსთაველის ძეგლთან ამ საკითხთან დაკავშირებით ხდება შეკრება.
არ ვიცი თქვენ ხართ თუ არა საქმის კურსში და 13 რიცხვში ეკლესიებში წირვა რო დამთავრდება, ну სადაც სტარტდება 13-ში. წირვის შემდეგ ზარების რეკვა. 13 რიცხვთან დაკავშირებით მე ვარ ინფორმირებული, რომ 13 რიცხვში მრევლის ინიციატივით ასეთი ტიპის ღონისძიება უნდა გაიმართოს. ასე იგი მე ასეთ საკითხებზე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რელიგიურ საკითხებზე მუშაობს, წმინდა გიორგის სადროშო და კიდე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობდნენ, ამ ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ამის შესახებ 13 რიცხვში ესეთი ღონისძიება უნდა მოხდეს, ვიცი. 17-ზე ინფორმირებული არა, რომ ძალიან ბევრი თარიღები ცხადდება ახლა, ამიტომ ჩვენ რაღაც ისეც არ უნდა ვქნათ, თუ რაღაცა ვიღაცის სხვა რაღაც გაუგება თავყრილობაც არ უნდა მოვაწყოთ. მე კიდე ერთხელ მინდა თქვა ახლა ერთ-ერთმა ქალბატონმა რატომღაც ეთყობა ჩათვალა, რომ მე გაურბივალ პასუხისმგებლობას და ამიტომ არ მინდა გამოვაცხადო რაღაცა შეკრებები. მე ვფიქრობ, ესეც საკითხია, ამ შეკრების გამოცხადება ჩემზე უფრო ასე იგი აღმატებული ადამიანები მოიძებნებიან, პოლიტიკოსებზე უფრო აღმატებული და სანდო ადამიანები მოიძებნებიან, ამიტომ მე უბრალოდ მიმაჩნია, რომ მე თქვენთან ერთად ქალბატონო და თქვენ ყველა ამ ზარის ავტორთან და მით ჩვენ ახლა დღეს გვისმენთ, ერთად ჯობია რომ ამ შეკრებაზე როცა დაგვიძახებენ, მივიდეთ როგორც ჯარისკაცები და არა როგორც მეთაურები. ისევ ზარია ეთერში და შემდგომში მამა სპირიდონს გადავცემს სიტყვას თერჯოლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელს. არის მის შეიძლება თავიდან. გესმით ჩემი ხო? დიახ, ეხლა ისმის. მოგესალმებით, მე თქვენი პარტიის ძალიან თაყვანისმცემელი ვარ, ძალიან მხარს გიჭერთ და რავი რა, მართლა რომ კარგი იდეები და კარგი მოწოდებები გაქვთ ჩემი აზრით და აქედან გამომდინარე მინდა სამწუხაროდ შეწყდეს. ასეთი კარგი ზარი სამწუხარო რომ შეწყდა მამას პირიდნო გთხოვთ. ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია, თერჯოლის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ სკეფურიშვილი. მინდა ტელემაყურებელს შევახსენო მე-20 საუკუნის მაგალითი, როდესაც ათეისტური ხელისუფლება ღებულობდა გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა იყო ძალაუფლებაში ყოფნი და ბუნებრივია კანონიერ გადაწყვეტილება ბჭყალებში, რა თქმა უნდა ტაძრების ნგრევებისა და სასულიერო პირების განადგურების შესახებ, ასე მოწმუნეთა განადგურების შესახებ. სამართლებრივად არც ერთ მათგანს, ვინც ამ განადგურებაში მონაწილეობა მიიღო, სამართლებრივად სახელმწიფოს მხრივ გულისხმობ პასუხი არ უგიათ. მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დარჩენილი სასჯელის გარეშე. ყველამ ვიცით, ყველა პატარა სოფლებშიდაც კი, რომ ყველა ის ადამიანები, რომლებიც აქტიურობდნენ და ინიციატივას იჩენდნენ ტაძრების ნგრევაში და სასულიერო პირების და მოწმენეთა განადგურებაში, არათუ თვითონ იჯებოდნენ, არამედ ოჯახების შთამომავლობა იჯებოდნენ. დღეს გვაქვს შეიძლება ითქვას ტიპიური შემთხვევა და მე მინდა მიმართო იმ 70 პარლამენტარის ოჯახის წევრებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს 70 ადამიანი უყვარს. ვალდებულები არიან რომ უყვარდეთ, რომ დაეხმარეთ მათ, რათა მათ თავზე არ დატრიალდეს იგივე სასჯელები, რაც დატრიალდა მე-20 საუკუნეში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლთა წინაშე. ისინი არიან სასჯელის ქვეშ, რადგან მათი გადაწყვეტილებით იქნა მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს 60-ქულო მართლმადიდებლური ეკლესიას იქნა ომი გამოცხადებული ფაქტიურად, მაგრამ ჯერ არც არ გაჩენილი არანაირი ძალა რომ დარც გაჩნდება მომავალში, რომელიც დაამარცხებს მართლმადიდებლურ ეკლესიას. დამარცხდება ყველანი თვითონ ისინი და დაიჯებიან და ღმერთმა დაიფაროს და ღმერთმა სინამდვილე მიმართოს. ასევე მინდა შევახსენო ტელემაყურებელს, რომ პილატეს მაგალითი. პილატეს არ უნდოდა ქრისტეს ჯვარცმა. ის როგორც ცდილობდა სახარებიდან ვიცით, როგორც ცდილობდა რომ ქრისტეს ჯვარზე არ გაკრულიყო, მაგრამ როცა უთხრეს პილატეს, რომ პასუხს უგებ კეისარსა, მაშინ უკვე დაიხია უკან, შეეშინდა სკამის დაკარგვის, შეეშინდა სიცოცხლის დაკარგვის და ხელი მოაწერა ქრისტეს ჯვარცმაზე, ანუ ხელი მოაწერა სიმართლის წინააღმდეგ. და ის არ გამართლებულა პილატე დაისაჯა. და სხვათა შორის ისტორიულად ვიცით, რომ ის დაისაჯა სწორედ ქრისტეს ჯვარცმისთვის. ასე რომ თუ კი რომელიმე პარლამენტარი იმ მდგომარეობაში არის, რომ სიცოცხლის ან შემოსავლის დაკარგვის სანაცვლოდ მოაწერეს ხელი ამ გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ ჩემის აზრით ისინი იმეორებენ პილატეს ცოდვას და ღმერთმა მიცეთ სინანული აუცილებელია ცხონებისათვის, გამართლებისათვის და პირველ რიგში ღმერთმა მიცეთ სინანული და ამ სინანულში კარგი იქნება თუ მათ
ოჯახის წევრები დაეხმარებიან. და ასევე ყველა მოყვარული ადამიანი, ვისაც უყვარს ეს 70 ადამიანი. ისე მაყურებელი. მადლობა, მამო, სანამ თუ შეიძლება სანამ მაყურებს მობილური თქვა რეკავენ. ერთი წამით, ესე იგი, რომ მე მინდა დარბაზში შექმნილი სიტუაცია მოგიყვეთ, მამო. ძალიან ბევრი ამ 70 ადამიანი გულწრფელად ხლა შიფთან რა თქმა უნდა თულის არ ვიტყვი. გულწრფელად ნერვიულობდა და მოდიოდნენ ჩემთან, ჩვენ როცა მე წინააღმდეგობას უწევ, ჯერ ერთმან მკითხა რომ შენ რატო არ წახვედი და მე ვთხარი რომ მე ეს ის შემთხვევაა, როცა რაღაც პოზა დავიკავო და ბრძოლის ველიდან გავიპარო. ნერვიულობდა ბატონო. პილატეს ნერვიულობდა. ასე გადაწყვეტილებას აქვს მნიშვნელობა და არა ნერვიულობა. გასაგები არა, რა თქმა უნდა, სხვა ისტორიას ვყვები რომ ესე იგი მეკითხებოდნენ რა შავდებოდა ამით. მე სამწუხაროდ ვერ დავარწმუნე ჩემი კოლეგები რომ ამითი ნამდვილად შავდებოდა, ჩემი უნარი, რა თქმა უნდა, ჩემი ცოდნა გამოვიყენე. ერთ-ერთი მიზეზი დღეს თქვენი მოწვევის, აი ამ ასე იგი გადაცემაში არის სწორედ ის, რომ მე დარწმუნებული ვარ დღეს ჩემი კოლეგები, რომლებიც მე ვერ დავარწმუნე. ზოგიერთი სხვათა შორის დავარწმუნე, მინდა გითხრათ და დამეთანხმა, რომ ეს ნამდვილად არ ექნება სწორი ნაბიჯი, მაგრამ ის კოლეგები, რომლებიც მე ვერ დავარწმუნე და საზოგადოებაში გაჩენილი შეკითხვებისთვის გაგეცათ პასუხი და მე ამიტომ მოგიყევით ეს ისტორია და არა იმიტომ, რომ ესე იგი გავამართლო უმოქმედობა ნამდვილად არ არის სწორი. არა თუ მე მხარდაჭერა, არამედ დარბაზიდან წასვლაც მე მივიჩნიე, რომ იქნებოდა არასწორი, მე მივიჩნიე, რომ სწორი იქნებოდა, რომ იქ ყოფილიყავი და არ დავდუმებულიყავი და მე თქვა ის რისი თქმაც მე მოვახერხე იმ დროის განმავლობაში, სხვათა შორის მინდა თქვა, რომ დარბაზში იყო მერყეობა უმრავლესობის ბევრ წევრს შორის, მაგრამ 70 ადამიანი მაინც მოიძებნა რომ ეს ხმას მისცემდა, მაგრამ იყვნენ დარბაზში აღმოჩენ ადამიანები უმრავლესობის წევრები, რომელმაც ამას ხმა არ მისცეს. პირველ მოსმენაზე მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარემ ამას ხმა არ მისცა. მას ხდომა მიყავდა და ხმა არ მისცა. დარბაზში იყო და ხმა არ აქვს მიცემული. ახლა მე არ ვაპირებ არავის გმირად გამოცხადებას და არც არავის სახელმწიფო სტრად გამოცხადებას. ეს ჩემი უფლება არა, მე ამდენს ჩემ თავზე ვერ ავიღებ. მაგრამ ის რაც ფაქტია და ის 13 ადამიანი, რომელსაც მეორე და მესამე მოსმენის დროს ხმა არ მისცა, მე ვფიქრობ, მათი ჩემი იქ ხმამაღალი ლაპარაკი არის, ალბათ იოტის ოდენა ღვაწლი იმ ადამიანების ღვაწლთან შედარებით, რომლებიც უმრავლესობის წევრი არიან, იმიტომ მე ამის მეტი უფლებები მაქვს, როცა უმრავლესობის წევრი დარბაზში ზის და ხმას არ აძლევს, ასე იგი აღნიშნულ კანონს ვფიქრობ, რომ ეს მოდი რბილად მოსაწონის აქციელია და სენატში, რომაულ სენატში, როდესაც შეკრებილი იყო სენატორები, წარჩინებულები და მათ შორის იმპერატორი დიოკლეტიანე, წამოდგა წმინდა დიდმოწამე გიორგი და ხმამაღლა განაცხადა, რატომ ზდევნი შენ ქრისტიანებს და მოიხსნა თავისი მხედართმთავრული სარტყელი და დასტოვა სენატის ნაგებობა. გამარჯობათ, მოგესალმებით, უპირველესად მივესალმები პატივცემულ მამაოებს, თქვენ ბატონო ჯონდი და თქვენ პატარა ქალბატონო, დიდათ არ შეგაწყენთ, მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვა და ეს სიტყვები მე მგონი ყველას გულთან მივა. ხალხო, ნუ გაუხეთქავთ გულს ჩვენ უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქს. მე ღირსი არა ვარ, რომ ესე ვლაპარაკობდე, მე უღირსი ადამიანი ვარ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ გაუხეთქავთ, გვერდზე დაუდგეთ. რამდენ სიკეთეს აკეთებს ჩვენი უწმინდესი ჩვენთვის დღე არ აძინავს, ღამე არ აძინავს, აი წყნარად, მშვიდად, ძალიან გთხოვთ, აი ეხლა თუ არ დაუდექით ჩვენ მერე რის ღირსნი ვიქნებით მერე. რის ღირსნი ვიქნებით, საქართველო ჩვენია, ჩვენი მართლმადიდებლობა უნდა იყოს პირველი, კი ბატონო, იყვნენ სხვა მორწმუნეც, მაგრამ ეს ჩვენია და ჩვენი უნდა იყოს პირველი. არაფრით არ უნდა დავჩეთ არავინ სახში. უპირველეს ყოვლისა ჩვენ პატრიარქს გაუფრთხილდით ხალხო, თორე ეგ თუ ღმერთმა დაიფაროს, არც მინდა თქვა, მერე ვიქნებით უბედურები. თორე ეხლა რა გვიჭირს? კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობთ. ამათ დავით ლასურაშვილს სიონის ტაძრის მღვდელს მინდა სიტყვა გადავცეთობის. მე მინდა დავიწყო იმით, რითიც ჩვენი ამ საღამოს გადაცემა დაიწყო.
ასეთი მწვავია ეს საკითხი თუ ჩვენ რამეს ხომ არ ვაჭარებთ, ასეთი კითხვა დაისვა ამ სტუდიაში. რა თქმა უნდა, პასუხი ერთმნიშვნელოვანია, რომ არანაირ გადაჭარებას ადგილი არ აქვს. რეაქცია ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა კონდეს და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა კონდეს ისეთი, როგორიც უნდა კონდეს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ეკლესიის დამცველ ადამიანებს. ვიდრე ამ კანონს მიიღებდნენ, საკითხი ასე შეიძლება დავსვათ, ვინმეს უფლებები ირღვეოდა თუ არა საქართველოში. იმ ასე ვთქვათ რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების. ასეთი ფაქტები საქართველოში არ არის, რომ რელიგიური უმცირესობის ნიშნით ვინმეს უფლება ყოფილიყო დარღვეული. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, რომ რელიგიურ უმცირესობათა და არა მხოლოდ რელიგიურ უმცირესობათა უფლებები უფრო მეტად არის დაცული და არის დაცული უმრავლესობის ხარჯზე, მართლმადიდებლების ხარჯზე. თუ კი კარგად გადავხედავთ, თუნდაც უახლოეს წარსულს საქართველოში. მაშინ კარგად მივხვდებით იმას, თუ რა ხდება საქართველოში. თუნდაც ის, რომ ყოველ პატარა გამოვლინებას, თუნდაც საქართველოს უფლებადამცველი ადამიანი, ომბუდსმენი მწვავედ ხდება, თან ისეთ გამოვლინებას, რომელიც ილუზორული სფეროს წარმონაქმნი და არა რეალობისა, რომ თქოს რაღაც უფლება დაერღვა, რომელიმე სხვა რელიგიის ადამიანის და მათი ჯგუფების და ასე შემდეგ. და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ არაერთი კამპანიის წინ წამოწევის ფონზე მას არაფერი არ გაუკეთებია იმისათვის, რომ უმრავლესობის უფლებები ყოფილიყო დაცული. სამწუხაროა, რომ ჯერ საერთოდ დასაცავია უმრავლესობის უფლებები, მაგრამ ამის დასაცავად არაფერი არ მოხდა. ეს იმ ქვეყანაში ხდება დღეს, რომ ქვეყანაში საერთოდ არსებობს სარწმუნოებისა გამო პატიმრები. 8 ადამიანი დღეს ციხეში ზის ეგრეთ წოდებული ტელეკავკასიაში მომხდარი ამბების გამო, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და ამ ყველაფერზე ხმამაღლა ისაუბრა ყველამ, ვისაც ერთადერთი შემთხვევა, ძალიან ბევრი შემთხვევა ჟურნალისტებზე თავდასხმის და ცემის და ტელეკომპანიებზე თავდასხმის და ერთადერთი შემთხვევა, სადაც ადამიანები არიან დაპატიმრებული. ტელეკომპანია კავკასიაზე თავდასხმის გამო არიან დაპატიმრებული ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაცემაში ისხდნენ. ეხლა მაპატიებს რომ ვიმეორებ ხშირად ამას მუდმივად გამიმეორებ. ეხლა აქ რომ შემოვიდეს მეორე არხის ხელმძღვანელი ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ რომ დაждდეს თქვენს გვერდით და განაცხადოს, რომ გარეთ რაღა ვიღაც პირები დახვდნენ და სცემეს და რომელიმე ესე იგი ამ დარბაზის ყოფი ადამიანი რომ დააპატიმრო, რომელიც ჩანს რომ პირდაპირ ეთერში, სუსტად ასე ლევან ჩაჩუას, რომელიც პირდაპირ ეთერში იჯდა, შემოვიდა და სწორედ მის გვერდით დაჯდა აკუბარდა და რომელსაც უყვებოდა ის გარეთ სცემეს, ეს კაცი არის ნაცემი აკუბარდას და დაპატიმრებული არის აკუბარდას სცემის. 5 ადამიანი კიდე ლევან ჩაჩუას იყო, დანარჩენები კი ისე იღებდნენ ამ მიმდინარე პროცესს. ამ თემაზე მე არ გავაგრძელებ საუბარს, უბრალოდ ამ ქვეყანაში როცა ასეთი რამ ხდება, რა თქმა უნდა ეს თითქოს და ლოგიკური გაგრძელებაა. ის რაც ხდება დღეს. მე მინდა სულ ორი მონაკვეთი შეგახსენოთ საქრისტიანოს წარსულიდან. ერთი საქართველოს სინამდვილეში ხდებოდა, მეორე კი ბიზანტიის სინამდვილეში. ყველას გახსოვთ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან. გაბრიელ დაფანჩულისა და გრიგოლ ხანძთელის შეხვედრა. რას ეუბნება გაბრიელ დაფანჩული უდიდეს წმიდანს და უდიდეს პიროვნებას თავის თანამედროვე ქვეყნისა, საქართველოს. რომ ათ ჩვენთან არის ხორციელი კეთილი და თქვენთან არის სულიერი კეთილი და ესრეთ შევაზავნეთ ურთიერთასო. ანუ ჩვენ საერო ხელისუფლებას გვაქვს ის მატერიალური და ასე შემდეგ კეთილი, ანუ მომეტებული გვაქვს ჩვენ ეს. სულიერი კეთილი მომეტებული თქვენ გაქვთ და ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის ეს უნდა შეზავდეს ერთმანეთთან და ასე უნდა ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნისათვის. მეორე გახლავთ იუსტინიანე დიდი. მე-6 საუკუნის უდიდესი პიროვნება, განათლებულესი პიროვნება, წმიდანი შერაცხულია იუსტინიანე დიდი, იმპერატორი ბიზანტიისა. ის ამბობს ერთ-ერთ თავის ნოველაში ასეთ რამეს, რომ როდესაც ჩვენ ხელისუფლება ისევ მართავთ ქვეყანას, როგორც ეს სჭირდება ერს, და როდესაც სასულიერო ხელისუფლება, სასულიერო პირები ლოცულობენ და ისე ცხოვრობენ, როგორც ეს სჭირდება ერს, მაშინ ქვეყანაში არის სიმფონიური მართლობა. აი ასე მსჯელობდნენ მართლმადიდებელი ერის და ერების წინაპრები. აი ამის ფონზე დღეს რა ხდება ქვეყანაში, ამას ყველა ვხედავთ.
სულიერი და ხურციელი კეთილის შეზავებაზე ზედმეტი ალაპარაკი, აქ თითქოს ასე რაღაც ლოგიკურად ვიღაცამ დასრულება მოინდომა ცნობიერებისა თუ ქვეცნობიერების დონეზე ახალი ქართველების ჩამოყალიბების. თითქოს ამით დაასრულა ვიღაცამ ეს ყველაფერი უკვე ეკლესია შეურაცხყოფილ მდგომარეობაში აღმოაჩინა. დღეს ეკლესია შეურაცხყოფილია. ის რომ პატრიარქის და საპატრიარქოს სიტყვა ნაპატიებზე ზედმეტია საუბარი, შეურაცხყოფილია. ამათ ითხოვა უწმინდესმა რომ გადადებულიყო დროებით ამ საკითხის განხილვა. არავინ ამას ყურადღება არ მიაქცია. და თან საუბარი ეხება იმას, რომ ჩვენ რა თქმა უნდა მივედით მათთან, ასეთი ხმები ისმის, მივედით საპატრიარქოში და ჩვენ ვესაუბრეთ მათ და როდის მივედით? იმ დღეს როცა განხილვა მიმდინარეობს. ამბობთ მე როდის ვიხდი ბატონო ჯონდი მე დავასრულებ. საუბარი ეხებოდა შემოსული ზარებიდან გამომდინარე იმას, რომ რაღაც ქმედებას ითხოვენ ადამიანები, რომ როგორღაც იქნებ ჩვენი პოზიციაც გამოვხატოთ და რაღაც ქმედებაში მოვიდეს ეს ყველაფერი, რომ როგორც ხელისუფლებამ, ასევე ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაინახონ ის, რომ ჩვენ რაღაც ჩვენი პოზიციის გამოხატულებას ვახდენთ. რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი მორწმუნე ადამიანები ხვალ საღამოს 8 საათზე გარკვეულ თავის აზრის გამოხატულებად ასეთ აქციას ატარებენ ლიტონიობას იწყებენ ქაშვეთის ეკლესიიდან. ხვალ საღამოს 8 საათზე და ალბათ ნებისმიერ სურვილს აქვს იმისი უფლება, ალბათ არა, აქვს იმის უფლება, რომ იქ მივიდეს და დედა ეკლესიას დაუდგეს გვერდით. ჩვენ მომდავით დიდი მადლობა რა ინფორმაცია მიაწოდეთ საზოგადოება ჩვენს. ეხლა ზარი მობილურით რეკლამა შემოუშვა და ისევ თქვენთან მექნება შეკითხვა. გისმენთ პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ. მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით ყველას. და მხოლოდ ერთი სიტყვა მინდა ვთქვა რა. დღეს საქართველოს დგას უკიდურეს მდგომარეობაშია. ერთადერთი რაც ჩვენ გადაგვარჩენს ეს არის ყველას ერთად დადგომა. თუ კი დღეს ხალხი ერთად არ დადგა, ეს ბოლოს წელს აი ამაზე თუ ხაზი გადაუსვით და ხმა არ ამოვიღეთ, იცოდეთ რომ საქართველო არ გადარჩება. ეს არის ბოლოს წელი და ყველა ერთად უნდა ვიდგეთ. ბავშვიან, კალიან, მოხუციანა, ყველა ერთად დაგიდგებით ჩვენ გვერდში. დიდი მადლობა. თუ აკვირდებით, მამაო, შეკითხვა პრაქტიკულად არ ყოფილა არც ერთი. ყველა ზარი არის ერთი და იგივე პოზიციის დაფიქსირება. ერი თავს გზნობს შეურაცხყოფილად და ყველა ითხოვს ერთიანობას იმისათვის, რომ ის როგორ ვთქვათ, შეტევა ეკლესიის და არა მარტო ეკლესიის, არამედ ერის წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევა იქნება შეჩერებული და ამ მიზნით ყველა ითხოვს რაღაცა მოწოდებები გაამოსვლას და მამა დავით, დიდი მადლობა რომ ის არის და იქნებ მანამდე. დიახ. ალო. დიახ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩემთვის პატივისცემასა მოწესებას გამოვხატავ მამაების მიმართ. მე არ შემიძლია არ აღნიშნო, რომ თუ კი რამე დაძაბული და რთული სიტუაციაა, ყოველთვის ხმას იმაღლებენ და ყოველთვის თავის პოზიციას ადაპტურებენ და ამჟღავნებენ. აი გამორჩეულად ეს მამაები. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ამისათვის. რა მაინტერესებს იცით? ნუ თუ არ შეიძლება რომ მთლიანად გაერთიანდეს ყველა მამაო იქნება თუ საუდელოება და ჭეშმარიტებას დაუჭირონ მხარი. და თუნდაც მე მინდა მამა დავით ლასურაშვილის ეს დავით ახმო და ჩემი გამოვხატა რომ სადაც ქვეყანაში სადაც მართლმადიდებლობისათვის პატიმრები არიან ისეთი ბიჭები ახალგაზრდა პატარა ბიჭები რომლებიც აი სულ უსამართლოდ და წყვილად არიან დაჭერილები და ამაზე თვალი ეხუჭება და ამ დროს ხდება ამისთანა უსამართლობა. არ ვიცი, მე მგონი რომ ნამდვილად მთელ ერს მოუწოდებს ქართველებს ჩვენი შვილები პირველ რიგში უნდა გადარჩნენ და უნდა მართლმადიდებლები გაიზარდონ. თუ მართლა არის ასეთი აქცია, მივიდეთ ეს იქნება ალბათ ქაშვეთთან 8 საათზე შეგზავნეთ რა მომო. დიდი მადლობა ქალბატონო, ეს არის იგივე გზარი იყო. მამა გიორგის, თქვენც ალბათ რამე გეკნებათ საქმე ამაზეც გითხარი და მე მინდა გკითხოთ რომ
რას ფიქრობთ, რატო მიაქვს ასეთი გააფთრებული შეტევა ხელისუფლებას და წლებია უკვე ეკლესიის წინააღმდეგ ესეთი ლაშქრობა, ესეთი კავალერისტული შტურმი, რამ გამოიწვია? რატო ცდილობს ეკლესიის კონტროლს? მე მახსოვს, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იყვნენ სხვადასხვა ეკლესიებში შესული სპეცსამსახურების წარმომადგენლები, ცდილობდნენ იქ რაღაცა სანთლები დაეთვალათ და მე რაღაცა ფინანსურ საკითხებში ჩარეულიყვნენ და აი რაღაცას მუდმივად ეძებდნენ. ხო არ არის ეს, ესე იგი, თქვენი საზრით იმ დღევანდელი ეს ახალი მე ესე იგი გაგრძელება იმ ძველი დაწყებულის, რომ მოხდეს კონტროლი ისეთი გავლენიანი ინსტიტუტის, როგორც არის ეკლესია, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს რეალურად საზოგადოებრივ აზრზე და ხო არ არის ერთგვარი მე არ მინდა ესეთი ინფანტილური დათქვანი გამომიც, მაგრამ ერთგვარი შური რაღაცა მაღალი ავტორიტეტისა არ მხოლოდ პირო ეკლესიის ავტორიტეტი გასაგებია რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი პიროვნული ავტორიტეტი პატრიარქის ხო არ იწვევს ერთგვარ გაღიზიანებას და ერთგვარ ეჭვს და უნდობლობას, მოდი შური არ ვიყავთ, ალბათ არ იქნება სწორი, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების შორის, არა მხოლოდ პირველი პირების, არამედ სხვადასხვა პირების მიმართ. პირდაპირ ვერ გეტყვით რა მოტივები აქვს ამ ადამიანებს, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და ერთი ისტორიის, ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მახსენდება. როცა იულიანე განდგომილი გახდა იმპერატორი და მინდა გითხრათ, ის თავის დროზე იყო მედავითნე მგალობელი, წიგნის მკითხველი და გაცის ხორცებული ქონდა ჭეშმარიტი სარწმუნოება, შემდეგ გახდა მდევნელი ეკლესიისა. პირველი რაც კი გააკეთა ამ ადამიანმა, მოვიდა და სკოლებში, სადაც მაშინ საღვთო ჟული ისწავლებოდა ქრისტიანობა, ეს აკრძალა. მე ყოველთვის მენიშნებოდა, როცა რეფორმებზე მიდიოდა მსჯელობა და კერძო განათლების რეფორმაზე და თუ მიკვირდა, რომ რატო უშლიდა ამ ხალხს ხელს ხატები, ჯვრები, ლოცვით დაწყება, თქვათ, როცა ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ და ლოცვით იწყებდნენ და ლოცვით ამთავრებდნენ სასწავლო დღეს. ამიცი პარალელების გავლება ყოველთვის შეიძლება. მე ისევ ვიტყვი, რომ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და ეს არ არის უბრალოდ პარალელები. ხო. მე არ ვიცი, ალბათ ვისაც ყური აქვს მენად ის ისმენს. როდის უნახიათ ამდენი მღვდელი ერთად ტელევიზიით და რაღაც საკითხზე ყოველთვის მსჯელობა ყოფილიყოს. ჩვენი შეშფოთება გამოიწვია ზუსტად ამ დადებულმა, მიღებულმა საშინელმა კანონმა. ჩვენი აქ ყოფნის მთავარი მიზანი არის ის, რომ ადამიანები გამოფხიზდნენ. აი, როცა სატელეფონო ზარები შემოდიოდა, ყველა რაღაც ფხიზლდებოდა, რაღაცა გამოდის ამ აგონიიდან. მამა დავითი საუბრობდა ახალი ქართველების შექმნიდან, მღვდლები ვარ და აღსარებებს ვისმენთ. და სამწუხარო ტენდენცია არის, როცა ადამიანს პატივს აყრე, როცა ადამიანს ღირშება შეულახავ, ის ადვილი სამართავი ხდება უკვე. აი მომავალი თაობა ხედავთ რაც ხდება ჩვენ თვალწინ, ხო? როგორი მაპატეთ ამ გამოთქმაზე აღვირახსნილი ცხოვრების წესით ცხოვრებასაც იწყებს. როცა პირველ ნაბიჯებს გავს ამ წუთის სოფელში და შემოდის და იწყებს რაღაც თავის მსახურებას ამ წუთის სოფლისთვის. და ჩვენი შეშფოთება ზუსტად ეს არის, რომ და ამიტომ ვართ აქ, რომ გამოვაღვიძოთ ხალხი. მე ერთ მაგალითზე გაგახსენებთ ისევ ისტორიით და როცა მაკედონელებს, ათენელებთან ბრძოლა ჰქონდათ, მაკედონიის მეფე ფილიპე ძალიან ცხვიერი ადამიანი იყო და წერილი გაუგზავნა მაკედონელებს და ათენელებს და სთხოვა, რომ თქვენიო არხონტებიო, ეს მთავარი ადამიანები, ორატორებიო გააძევეთო ქალაქიდან და ჩვენ შორის მშვიდობა დამყარდებაო. და ამათ შორის იყო დემოსთენე, რომელიც ძალიან ცნობილი ორატორი იყო და როცა ტოვებდა ქალაქს, კარიბჭესთან ესეთი სიტყვები უთხრა ათენელებს, რომ ერთ ძველი გავს გაგახსენებთო, როცა ერთხელო გლებმა უცხრებს წერილი გაუგზავნესო და უთხრესო, რომ ღამღამობითო ნაგაზები ყეფენო და ეს ნაგაზები მოაშორეთო თქვენიო ფარიდან და ჩვენ შორისო მშვიდობა დამყარდებაო. და მაშინ ერთ-ერთმა მოხუცმა ნაგაზმა ესე უთხრა ამ უცხრებსო, რომ ჩვენ კი წავალთო, მაგრამ გლებიო მაინც არ დაგანებებენ თავსო, მოვლენ და სათითაოდ გაგიტაცებენ ფარადან. და ჩვენი მოწოდება, რომ ხიზლად იყოსო დედაქალაქიო და ჭეშმარიტება ეპყრათო, სწორათო, აი ამას ემსახურებაო და ეხლა თუ გინდა წავალთო და იფიქრეს ათენელებმა, რომ ამ ადამიანების გაყრა აღიღდა და დატოვეს. და წააგო ფილიპე მესორი ომი. ჩვენც რვა მღვდელი ვართ დღეს აქ შეკრებილი და უამრავი აი მამოებზე ყველა სასულიერო პირი ესე არის, ამ გულით არის ანთებული, ყველა ჭეშმარიტების მსახურია, მართლმადიდებელი მღვდელი. ყველა ამ სულისკვეთებით არის და დღეს კიდე ერთხელ ჩავთვალოთ ეს, რომ ჩვენ ის ნაგაზები ვართ, რომელიც ყვეფა ვართ და გაიღვიძეთ ხალხო და გამოდით და გონზე მოდით, რომ ჩვენ ზარწმუნოებას დასვა ჭირდება, ჭეშმარიტებას დასვა ჭირდება. ესე არ ხდება, რომ ესე ფოდნოსით მოვართვას ადამიანის ყველაფერი. ჩრდილში დგომა ადვილი არის. თუ ადამიანი არ გამოვიდა
რაღაც არ გააკეთა, რაღაც არ თქვა, არილოც არ იმარხულა, ეკლესიაში არ მოვიდა, არ გააცნობა ერთ ყველაფერი წაგვერთმება და დაგვეღუპება თავზე გვექცევა ყველაფერი და რა ვიცი, იქნება ამან მაინც გამოგვაფხიზლოს ახლა და ცოტა გულის მას მივყვეთ. ამ ნაგაზების, ანუ წყენსების საკრებულოს, რომელმაც ფარამ გლისგან უნდა დაიცვას, ამიტომ ებრძვის პირველ რიგში ხელისუფლება. მე ასე გავიგე. მე ახლა გამახსენდა ერთი გამოთქმა. როცა მგელი გამოჩნდება, ჭეშმარიტი მწყემსიც მაშინ გამოჩნდებაო. ჭეშმარიტი მწყემსი ხელში სახლს აიგებს და მგელს ებრძვის, როგორც ახლა თქვენ აქ მობრძანებული და როგორც დედა ეკლესია და პირველ რიგში როგორც პატრიარქი და სასახლიდან დადგინებული გარბის და შეიძლება მგელის გამოჩენა და ყველაზე მეც სწორედ სასახლიდან დადგინებული ლაპარაკოდეს და რიხიანად გამოდიოდეს ტყელი სიტყვებით. შემოუშვათ ზარი და საღამოშვიდობის. მამებო საღამოშვიდობის, თქმა დაგვაცხო და გაგვაძლიეროს ყველა მართლმადიდებელი მღვდელი თუ მრევლი. დიდი გულის გელით. მინდა აღნიშნო ჩემი აზრი. მეც ეკლესიის წინააღმდეგ მამა აკაკის სახელით და მისი უზარმაზარი მრევლის ათასობით წელი ყავს მამა აკაკის მათი სახელით. ის რაც ამ დღეებში მოხდა, ყველასი დიდი წვირობა და მოუსვისებელი არა გახლავთ, რომელსაც ქვია ნამდვილი ქრისტიანი და ქრისტიანი მართლმადიდებელი. ჩვენი კულტურული ცხოვრების, ჩვენი შელების, ქართველიერის, ნეობრივის, სულიერების და კულტურული ცხოვრების შენებლის ჩვენი ბრძენი, ჩვენი ყველაზე საყვარელი, უწმინდესი თხოვნა, სიტყვა პრეზიდენტმა უღარყო. ამით პრეზიდენტმა წააგო და ქართველმა მოიგო ფეროდი. ჩვენ დავდგებით ყველა ერთად და დავიცავთ ჩვენ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ჩვენ ეკლესიებს, ჩვენს მამაზე განსაკუთრებით, ყველასის უწყინა, ყველასის საყვარელ და მისაბად. დიდი მადლობა, ესეც რეალურად პრაქტიკულად არც ერთი შეკითხვა არ დასრულდა, მგონი ყველაფერი გაიგო. მე ესე ვფიქრობ. მე მგონი აქამდეც გაგებული ქონდა და ის ნაწილი რაც არ ქონდათ გაგებული, ღვთისწყალობით და თქვენი მეშვეობით მამებო ხალხმა გაიგო და ძირითადად ზარები არის შემოსული იმის, რომ მხარი დაუჭირო ეკლესიას. თოთ მამა ნიკოლოზ ხვიკვაძეს. სოფელ დიღმის წმინდა დიდმოწამე მარინის ტაძრის მღვდელი ნიკოლოზ ხვიკვაძე. მე მინდა ერთი ისტორიული ფაქტი სულ ახლახანს გავიხსენო. სულ რამოდენიმე წლის წინათ ჩვენი უწმინდესი გახდა ათონისწმინდა მთაზე მოსალოცად. საბადიეროდ მეც გახდით მაშინ იმ პერიოდში და მინდა ერთი სიტყვა გავიხსენო უწმინდესის, ხა ციტერება ზუსტად ვერ დავიცავ, მაგრამ აზრს მოგაზრდით. წირვის შემდეგ ქადაგებაზე უწმინდესმა ბრძანა წარმოთქვა ესეთი სიტყვა, რომ ჩვენი ისტორია საქართველოსი არის მართლმადიდებლობა ჩვენს ისტორიაში სისხლით არის მოტანილი დღევანდელ დღემდე. და ნებისმიერი მიწა რომ მავიღოთ საქართველოსი და მას მუჭში ჩავიდოთ და ხელი მოუჭიოთ, მასგან გამოვა სისხლი. და ხოლო გავშლით ამ ხელსო, დარჩება ძვლები. ეს სისხლის და ძვლების არის მოწამეების, ვინც სისხლით და ოფლით და შრომით დღემდე მოიტანა ჩვენთან მართლმადიდებლობა. როგორ შეიძლება გაკადნიერდეს ადამიანი დღევანდელ დღეს აი ესეთი მართლმადიდებლური ქვეყნის, ესეთი დიდი ისტორიის მქონე ქვეყნის წინაშე და ისევ ქართველის ხელით დღეს გათანაბრდეს მართლმადიდებლის გვერდით მუსულმანი, იუდეველი იქნება ეს, კათოლიკი თუ სომეხი მონოფიზიტი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჭეშმარიტება არის ერთი, მხოლოდ მართლმადიდებლობაში. და მის გვერდით დგომა არ ყოფილა და არც იქნება არასდროს. და ხელისფათური აქვს აი ესეთ წმინდა საქმეში და მათ სისხლში, ვის დღემდე მოიტანა ჩვენი საქართველო, უპასუხისმგებლოდ არ დარჩება და არ შეიძლება რომ ეს დარჩეს. და სანამ კიდევ გვიანი არ არის, ისევ ჯობია რომ გონს მოვეგოთ სულ ყველა. ერთად დავდგეთ ჩვენი ეკლესიის, ჩვენი მართლმადიდებლობის გვერდით და როგორც საკუთარი თავი, ასევე გადავარჩინოთ ერი და ჩვენი სარწმუნოება. თორე ამას ჩვენი მომავალთაობა არ გვაპატიებს. და ესე უბრალოდ არ შეიძლება ამის დატოვება. მადლობა, მანიშნებ რომ ზარია და მინდა ზარის ავტორს თხოვ, მე მანიშნებ რომ სულ 5 წუთი დაგჭირდა და იქნებ ძალიან მოკლედ გითხრათ. გამარჯობათ. გისმენთ, გვისმენთ ძალიან მოკლედ გითხრათ თქვენი. კი. მამაობებთან რუთი ბოდიშ. მარტო ეხლა კი არ უნდა გამოვიდნენ. მანამდეც უნდა გამოსულიყვნენ. სანამ არ დაიქცეოდა დაგვეხმოდა ქვეყანა თავზე. სანამ გვიან არ არის კიდე დავდგეთ მთელი საქართველოს და გამოვიდეს გამარჯობა. ვინ გვეშელოს რამე ხო შეგვჭამოს ვინ არის ვიდეოს ხალხს? ვიდეო მე ვიცილოთ როგორია.
როგორ მივიშოროთ იქნება. ყველა დაგიდგებით გეტყვით. დიდი მადლობა. მამა გიორგი, დიახ. განგომილი მოვიყვანე და იმის სიტყვები დავასრულებ ჩემს დღევანდელ სიტყვას. როცა კვდებოდა იულიანი განგომილი, ესე სიტყვები წარმოთქვა. შენ მაჯობე გალილეველო. ფრთხილად იყავით. ალექსანდრე მაკედონელი ერთ-ერთი ბრძოლის დროს ხედავს რომ ალექსანდრე მაკედონელი მამაო? დიახ, ხედავს რომ ერთ-ერთ მის გვერდზე მყოფ მეომარ შეეშინდა და დატოვა ბრძოლის ველი. და რომ დამთავრდა ბრძოლა, მოიკითხა ეს მეომარი. დაუძახა და კითხა, რა ქვიაო? მან უპასუხა ალექსანდრე. და მაკედონელმა ასე უთხრა, შენ არ ახარ ღირსი, რომ ალექსანდრე ერქვას. მე ყველა იმ ადამიანს, ვინც უღალატ ამ მართლმადიდებლობას და როდესაც მათ მხარი დაუჭირეს ამ ისტორიულ დანაშაულს, მინდა უთხრა, რომ მათ არ აქვთ უფლება, რომ იწოდებოდნენ ქრისტიანებად. მე მანიშნებ, რომ სტუდენტი რეკავზე ძალიან კარგია, ახალგაზრდობა თუ ასეთი აქტიურობას გამოიჩენდა, მე დიახ გისმენთ? გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. მინდა ჩემი მოგვარებული აზრი დავაფიქსო თქვენს წინაშე. მე მახსენდება პერიოდი 1 წლის წინ დაახლოებით როცა 8 მართლმადიდებელი პატიმარი დააკავეს მართლმადიდებლობის დაცვისთვის. მე ვფიქრობ, რომ ხომ არ არის ეს იმის გამოძახილი დღევანდელი მდგომარეობა, რომ გვივლია სარწმუნოებას და ჩვენს სულიერ მდგომარეობას, რომ მაშინ, როგორც დღეს, არ დადგა ხალხი ფეხზე ისე, როცა გვიგირებდა ღვთისმშობლოს, გვიგირებდა ყველანაირი სიწმინდეს. მაშინ არავინ არ გამოსულა, მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ სულიერი მოწყობი და ისინი, რომლებიც იყვნენ ოჯახის წევრები და ძალიან ახლო ადამიანები. მე ვფიქრობ, რომ მაშინაც იგივე რეაქცია უნდა ყოფილიყო, რაც დღეს, იმიტომ რომ მაშინ შეგვიგირა სარწმუნოება, ღვთისმშობელი და მაცხოვარი. გაგახარა რა ღმერთმა ამრავლოს ესეთი მაქსიმალურად დავდგებით ერთმანეთის გვერდით. ერთმა გამრავლოთ ეგეთი ახალგაზრდები, მე მინდა თქვა, რომ ზოგადად ყოველი დაუსჯელი დანაშაული პროვოცირებს ახალ უფრო მძიმე დანაშაულს. რა თქმა უნდა, თითოეული ამოუღებელი ხმა და უპასუხოდ დარჩენილი, დატოვებული ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაული თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ყოველთვის რა თქმა უნდა სტიმულს აძლევს ახალი უფრო მძიმე, უფრო მასშტაბური დანაშაულებების ჩადენას. მანიშნებო რომ 2 წუთი გვაქვს დარჩენილი და დავასრულებ დღევანდელ ჩემს გამოსვლას. წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით საეკლესიო ღვთისმსახურებაში მიუღებელია ისეთი ადამიანების ლოცვაში მოხსენება, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვიან. ისინი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ეკლესიას. ამ ადამიანების საზოგადო ღვთისმსახურებაში მოხსენება საეკლესიო წესის მიხედვით არ შეიძლება და ბუნებრივია ისმის დღესაც კითხვა. დგება საკითხი ასე უბრალოდ რომ უნდა რამდენად მიზანშეწონილია ამ ადამიანების მოხსენება საეკლესიო ლოცვაში და ღვთისმსახურებაში. ეს ეკლესია მოკეთილი მე ვფიქრობ ასეთ ადამიანებს მეტი ლოცვა ჭირდებათ ალბათ და ისა შეიძლება ზარია მოკლე ზარი შემოუშვა და სამომხიდობისა ლოცვა კითხებას ვითხოვ ამის პირველ რიგში და გიცხადოთ თანადგომას სამომხისადმი რომელიც ჩვენი სარწმუნოების მიმართ წარმიმართა ხელისუფლებისაგან და მე მომხრე ვარ იმისა რომ ამდენი ხანი ყოველ შემთხვევაში უნდა ვიღარიყო ქართველი არ იმისათვის რომ ეს თანადგომა ჩვენი სარწმუნოების გასამაგრებლად ყოფილიყო, მაგრამ ჩვენი უწმინდესი ისეთი ადამიანი გახალთ ყველას მოგეხსენებათ და სათნო რომ ეს რომ თქვათ ეს ქრისტიანობა ჩვენი აგვზავნა ძალადობას და ძალადობისკენ არ მოუწოდებ ყველას მე უბრალოდ მოუწოდებ ყველას რომ თანადგომა გამოუცხადოს სარწმუნოებას ჩვენს მართლმადიდებლობას და რელიგიას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ძალადობისკენ ეკლესია არასოდეს არ მოუწოდეს და მაცხოვარმა როცა მის დასაპატიმრებლად მოსულ ადამიანებს პეტრე მოციქულმა ყური მოშრა შერისხა პეტრე მოციქულს და ის ყური გაუმთელა და ეს იყო ადამიანი რომელიც მის დასაპატიმრებლად და შეურაცხყოფის მოსაყენებლად იყო მოსული და რა თქმა უნდა ძალადობისკენ მამა დავით ვთხოვთ 1 წუთი გვაქვს დარჩენილი და ძალიან მოკლედ და დავასრულოთ. ადამიანს უპასუხებთ ახლა ამ შეკითხვაზე. ეკლესია ჩვენ იმიტომ კი არ საუბრობთ რომ იმის ძალადობისკენ მოუწოდოთ პირიქით. ჩვენ გვართმევენ იმას, რითი ჩვენი თვითყოფადობა შედგა. და საქართველოს ისტორია რო აიღო და გამოაკლო ეკლესიის ისტორია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, არაფერი აღარ დარჩება. ყველაფერი რაც ქონდა, იმას ებრძვიან. და აქ რო კაცი გაჩერდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩება ყველაფრის გარეშე.
დედინაცვალს როცა ამჯობინებს კაცი, ასეთი კაცი არ შეიძლება ღირსეულ ადამიანად ჩაითვალოს. აი ესე დიდი მადლობა პატრიცემულ საზოგადოებამ, დიდი მადლობა მამებო. მე კიდე ერთხელ ასე იგი გავიმეორებ ინფორმაციას, რომელიც ახლა სამღვდელობამ მოგვაწოდა, რომ ხვალ საღამოს 8 საათზე ქაშვეთის ეკლესიის ეზოში ხდება ეკლესიის წევრების შეკრება, იქნება სასულიერო პირები. მამებო, მე მინდა გითხრათ, რომ მე პირადად ჩემი ოჯახი და მთელი ქართული დასი იქნება აქ წარმოდგენილი და როგორც თქვენ გვაცნობებენ, იქნება ლიტანიობა რა და ლოცვა სახელმწიფოს და ერის ერთიანობისთვის. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.